მადლობა მინდა გითხრათ ყველას დაბადების დღის მოლოცვისთვის. სამწუხაროდ ყველას ვერ გიპასუხეთ, ტელეფონი იქნება თუ სოციალური ქსელები. ამიტომ ასე ამ ფორმით ყველას ერთად გიხდით მადლობას. დიდი მადლობა ასეთი სიყვარულის გამოხატვისთვის. ადამიანის ცხოვრება არ არის უბრალოდ ამ ქვეყნად მოვლინება, ყველა ადამიანს აქვს თავისი მისია. ჯერ კიდე წმინდა ელია მართალი ბრძანებდა სამ უკდავ სიტყვას, ენა-მამული სარწმუნოება. ხოლო 100 წლის შემდგომ დაახლოებით ცოტა მეტი ჩვენი პატრიარქის ნათქვამი სიტყვებია ღმერთი სამშობლო ადამიანი. პირველი სიტყვები ერთმანეთის თანასწორად არის დაყენებული ენა-მამული სარწმუნოება, ხოლო მეორე სამეული კი იერარქიის მიხედვით ვერტიკალური ღერძი არის ღმერთი სამშობლო ადამიანი. ორივე ერთად ქმნის ჯვარს. რის ზალე და მალე ხარავდეთ ჩემო ძვირფასებო. მე ვისურვებდი, რომ ყოველ ადამიანს გაეთავისოს, მით უმეტეს ქართველს და ჩემ თავსაც ასე დავლოცავდი, რომ პირველ რიგში გაეთავისოს, რომ ადამიანი, რომელიც არ იცრაფებს ღმერთისკენ, არ აინტერესებს ჭეშმარიტი სარწმუნოება და არ აინტერესებს ის გზით იაროს, რა გზითაც მისივე ცოდვის შედეგად დაკარგულ ღმერთს დაუბრუნდება და ღმერთის წიაღს დაუბრუნდება. ასეთი ადამიანი განწირული არის სულიერი ტანჯვისთვის და მისი ამ ქვეყნად მოსვლის მისია უაზრობა არის. ღმერთმა გაგვაძლიეროს ღვთის სამსახურში, ჩემო ძვირფასებო, და ეს გაძლიერება კი მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლობაში ხდება. მართლმადიდებლობაში გაგვაძლიეროს უფალმა. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი სამშობლოსადმი, ჩვენი ერთგულება გამოუხატოთ არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით. და ეს ერთგულება განპირობებული არის უპირველეს ყოვლისა საღი ჯანმრთელი პოზიციის დაფიქსირებით და საღი ჯანმრთელი გზით სიარულით, რომელიც გზაც გამოიყვანს და ჩვენს ქვეყანას ამ მდგომარეობიდან და როგორც მაქსიმუმ შექმნის ძლიერ სახელმწიფოს. ღმერთმა ინებოს, რომ სწორედ ამ გზით ვიაროთ, გაგვაცნობიერებინოს ღმერთმა შავი და თეთრი ჩემო კარგებო და ასე დავლოცავდი ჩემ თავს, რომ როდესაც წავდგები უფლის წინაშე, არ შემცხვენოდეს ჩემი წინაპრებისა, იმ წინაპრების თვალებში შეხედვის, რომლებიც საქართველოსთვის იბრძოდნენ და ყველას ასე დაგლოცავდით. რაც შეეხება ადამიანს, ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობა შეიძლება ითქვას ძირითადად 95%-ზე მეტი ცხოვრობს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით, ანუ სხვანაირად რო ვთქვათ, საკუთარი ინტერესებით და მათ სიმართლე და ჭეშმარიტება სამწუხაროდ მეორე ადგილზე რო ქონდეთ გადადებული კიდე კარგია, მეათე და მეასე ადგილზე აქვს გადადებული. ძალიან მცირე ნაწილია საზოგადოებაში 5%-ზე ნაკლებია, რომლებიც და ცხოვრების ინტერესი არის სიმართლისა და ჭეშმარიტების მსახურება. და ყველას ასე დაგლოცავდი ჩემო ძვირფასებო და ჩემ თავსაც, რომ სიმართლისა და ჭეშმარიტების მსახურებით გამვლოთ ეს ღვთისმსახური. ხოლო რაც შეეხება სასულიერო პირის სახელწოდებას, ღვთისმსახური, სასულიერო პირს არ ქვია ადამიანის მსახური. ჩემ თავს ასე დავლოცავდი, რომ თქვენს რა თქმა უნდა ჩემთან ერთად, რომ არასდროს და არასდროს არ გვაინტერესებდეს რას ფიქრობს ხალხი ჩვენზე. არამედ გვაინტერესებდეს ჩვენი ქმედების შედეგად ეს ქმედება იქნება თუ არა სათნო უფლის წინაშე და ჩვენი ქმედება წაადგება თუ არა ჩვენს სამშობლოს. დანარჩენი უკვე ღმერთმა იცის. ვისვისაც ღმერთი და საქართველო მნიშვნელოვანია, ასეთი პოზიცია მათთვისაც სასიამოვნოა და თანამებრძოლი ხდება. კიდევ ერთხელ მადლობა დალოცვისთვის, იუბილის მოლოცვისთვის ყველას. ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ, მადლობა. ძალიან დიდი სიხარული მომანიჭეთ თქვენი მოლოცვით
და მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის და მადლობა თქვენ იმისთვის, რომ არსებობთ. დაგლოცოთ და გაახაროთ მაღალმა ღმერთმა.